ეს სიმპტომები მოიცავს პარანოიას, იმპულსების კონტროლის პრობლემებს, აგრესიას, გუნება-განწყობის ცვალებადობას, დეპრესიასა და შფოთვას. თუ ტონი ფერგიუსონის შემთხვევა შევხედავთ, ყველა ეს სიმპტომი თანხმედრაშია მისი მეუღლის პრეტენზიებთან მანიაკალური ქცევისა და მძიმე პარანოიის შესახებ. ტონის მეუღლე აცხადებდა, რომ იგი აბსოლუტურად პარანოიკი იყო. მას სჯეროდა, რომ ოპერაციის დროს მუხში რაღაც ჩიპი ჩაუდგეს და რომ მის სახლში კედლებში ვიღაც ტიპები იყვნენ, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ. ამიტომ მთელ სახლში კედლები დაანგრია. ტონის მეუღლეს შემაკავებელი ორდერის გამოწერაც კი მოუწია, რომელიც შემდეგ იდეაში გააუქმა. კრისტინას თქმით, ფერგიუსონს მსგავსი რაღაცები ჯერ კიდევ The Ultimate Fighter-ში ყოფნის დროს დაეწყო. ან ლოგიკურად რო ვივარაუდოთ, ტონი ფერგიუსონი CT-ით მთელი მისი კარიერის განმავლობაში იტანჯებოდა, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი მისი ბრძოლის მერე სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდებოდა. ეს ნამდვილად ვერ დადასტურდება მის სიკვდილამდე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მისი ბრძოლის სტილს და იმ დარტყმებს, რასაც ის იღებდა, აი უბრალოდ Justin Gage-ისთან ბრძოლასაც რომ შევხედოთ, ხო? მისი ქცევა დიდი ალბათობით CT-ის შედეგია. ეს ყველაზე მძიმე შემთხვევა არ არის, რადგან ახლა მოგიყვებით კრის ბენოას შოკის მომგვრელ ისტორიას.